Მეუფეო ზეცათავ მუგეშიკის მცემული სულ ჭეშმარიტებისა რომელიც მოვლენად ხარდა ყოველსავე აღავსო მაგნათა შედი საუნჯეო კეთილთაო მომეჭებულ სოლებისა მოვიდა გაიგივი ჩვენში და წინდა ხო ჩვენ ყოვლისაგან ვიცისა და აცხოვდნენ საფრთხე სული ჩვენი ამინ აძანდით სანამ დღევანდელი თემის განხილვაზე გადავიდოდეთ მე მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ თითოეულ თქვენთაგანს ვინც გუშინ არ ბრძანდებული წირვაზე იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაული იმიტომ რომ ეს არის ჭეშმარიტად ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაული ქრისტიანულ სინამდვილეში იმიტომ რომ ჩვენ იოანე ნათლისმცემლის რამოდენიმე დღესასწაულს წლის განმავლობაში მასთან დაკავშირებულსა. ერთ-ერთი ყველაზე უმნიშვნელოვანესი არის იოანე ნათლისმცემლის შობა. მე გუშინაც ვისაუბრე ამასთან დაკავშირებით წირვის შემდეგ ქადაგებაში რომ იოანე ნათლისმცემელი მაცხოვართან და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან ერთად არის მესამე ფიგურა, ასე ვთქვათ, მესამე ადამიანი, რომლის შობასაც დღესასწაულობთ ჩვენ. იმიტომ რომ როგორც წესი და ამასთან დაკავშირებით გუშინ საკმაოდ ცლად ვისაუბრე, როგორც წესი ჩვენ დღესასწაულობთ ადამიანის აღსრულების დღეს. ქრისტიანის აღსრულების ანუ როდესაც გარდაიცვლება, როცა აღესრულება, ვთქვათ, მოწამეობრივად იქნება თუ თავისი სიკვდილით გარდაიცვლება რომელიმე მოღვაწე, ხო? აი იმ დღეს ვადგენთ ჩვენ ეკლესიაში აღსანიშნავად, იმიტომ რომ ეს არის სწორედ ყველაზე მნიშვნელოვანი, როდესაც ადამიანი იმ ქვეყნისთვის იბადება. ანუ გარდაცვალების დღე აქ ამ ქვეყანაზე არის სულიერად იმ ქვეყანაზე მისი დაბადების დღე. და აქედან გამომდინარე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სწორედ ჩვენთვის. იქ როგორ დაიბადა, იმ ქვეყნად როგორ გადავიდა, იმ ქვეყნად თუ ის გამართლებული წავიდა, აი ამ დღეს უკვე დღესასწაულობთ, იმიტომ რომ ის სულიერად როგორც წმინდანი, როგორც განწმენდილი, ისე წავიდა ამ ქვეყნიდან და ღმერთმა შეიწნარა მისი სული. აი ეს გვიხარია ხოლმე ყოველთვის ჩვენ. მაგრამ კიდე გეუბნებით, რომ 303 ადამიანია, 303 შემთხვევაა, როდესაც ჩვენ შობასაც დღესასწაულობთ. და ეს შემთხვევა გახლავთ მაცხოვრისა, უპირველეს ყოვლისა, რომ ჩვენ მაცხოვრის შობას დღესასწაულობთ პირველ რიგში, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობას დღესასწაულობთ და დღესასწაულობთ იოანე ნათლისმცემლის შობას. რატომ? იმიტომ რომ მაცხოვარი ისედაც გასაგებია თქვენთვის, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, იმიტომ რომ ის ღვთის განხორციელების წიაღი გახდა, ღმერთმა სწორედ მისი წიაღიდან ინება რომ მოვლენოდა ამ ქვეყანას ხორციელად და იოანე ნათლისმცემლის შობას დღესასწაულობთ, იმიტომ რომ ეს ადამიანიც იყო უაღრესად გამორჩეული დედის მუცლიდანვე, თავიდანვე, სანამ მისი ჩასახვა მოხდება, მანამდე ღვთის განგება ატყობინებს, გაბრიელ მთავარანგელოზი ატყობინებს ღვთის საოცარი განგებულებით. ზაქარიას იოანე ნათლისმცემლის მამას რომ შენი ვერწი ცოლი შობს ძეს და თან სახელად იოანეს უწოდებოდა, თან იქნება ძალიან დიდი და აღმატებული ღვთის წინაშე, ღვინოი და თაფლუჭი არასვასო და დიდ ეწოდოსო მასო წინაშე ღვთისაო და მოკლედ მთელი ამბავი ამასთან დაკავშირებით და ამაზე ჩვენ გუშინ ბევრი ვისაუბრეთ, მე როგორ განვითარდა ამის შედეგი მოვლენები, ამაზე თავს აღარ მოგაწევთ, უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ უაღრესად მნიშვნელოვანი და ძალიან დიდი დღესასწაული იყო გუშინ და რატომ გეუბნებით ამას იცით და რატომ დავიწყე ამით ეს დღევანდელი ჩვენი საუბარიც, რომ მიაქციოთ ამას ყურადღება ხალხო, რომ შეიძლება თქვა წელს არ იყავით და წელს არ მოხვედით თქვენ. თქვა შეიძლება მე გულისხმობ რა თქმა უნდა იმ ადამიანებს, ვისაც დრო გქონდათ სიტყვაზე შეგეძლოთ რომ მოსულიყავით და თავი არ შეეწოხოთ. უფრო დავაკონკრეტებ, პირველ რიგში იმ ადამიანებს გულისხმობ, ვინც იცოდით საერთოდ ამ დღესასწაულის შესახებ. ვინც არ იცოდით, ისიც მინდა გითხრათ, რომ ყოველი 7 ივლისი მინდა რომ დაიმახსოვროთ. აი, ეს არის უმნიშვნელოვანესი დღე. იმიტომ რომ დაიბადა უფლის ნათლისმცემელი და წინამორბედი. წინასწარმეტყველთა შორის ძველი ათმის წინასწარმეტყველთა შორის ბოლო და ახალი ათმის წინასწარმეტყველთა შორის პირველი და უკანასკნელი და ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ადამიანი კაცობრიობის ისტორიაში. მე ამაზე ახლა
აღარ შევჩერდები, უბრალოდ რატომ გითხარით და კიდევ ერთი მიზეზი რის გამოც გავიხსენე ახლა ეს დღესასწაული რომ ჩვენ ივანე ნათლისმცემელს უკვე შევეხეთ, რა თქმა უნდა, კიდევ შეგხვდება ჩვენ სახარებაში რამოდენიმე პასაჟი ივანე ნათლისმცემელთან დაკავშირებული, მაგრამ იმის გამო რომ ჩვენ ძირითადად მათეს სახარებას მივყვებით, აი მაგალითად გუშინდელის საკითხავი სახარებიდან იყო თავიდან ბოლომდე ლუკას სახარებაზე დაფუძნებული, იმიტომ რომ ლუკას უფრო ვრცელი თხრობა აქვს. აი ივანე ნათლისმცემლის ჩასახვა როგორ მოხდა, ხარება როგორ მოხდა გაბრიელ მთავარანგელოზის მიერ ზაქარიასთვის, რომ შენი ცოლი მუცლად იღებს და გიშობს ძეს. ანუ აი ეს ყველაფერი განხილული აქვს ლუკას ძალიან დაწვრილებით. და კარგი იყო ამ კუთხითაც რომ ყოფილიყავით თქვა სიტყვაზე გუშინდელ ქალგებაზე, იმიტომ რომ გუშინ აი ეს თქვენი ცოდნა ივანე ნათლისმცემელთან დაკავშირებით უკვე ლუკას სახარების მხრიდანაც შეივსებოდა თქვენთვის ძალიან ესე მნიშვნელოვნად და ისეთ საფუძვლიან ინფორმაციას მიიღებდით ივანე ნათლისმცემელს რაც შეეხება ამასთან დაკავშირებით, რომ მისი სიდიადის შესახებ, მისი აღმატებულობის შესახებ, იმიტომ რომ ეს არის ადამიანი, რომელზეც უფალი ამბობს თვითონ რომ მასზე უფრო დიდი და მასზე უფრო აღმატებულიო. დედის მუცლიდან ნაშობთა შორის არავინ არ არის. და მე გუშინ აღნიშნე და ამას ყოველთვის ვამბობ ხოლმე და ყოველთვის ვამატებ ხოლმე და ხაზს ვუსაუბრობ. იგულისხმება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შემდეგ, მაგრამ ამას უფალი არ ამბობს თავის დედაზე, იმიტომ რომ ამას ვერავინ ვერ მიიღებდა, ვერავინ ვერ გაიგებდა იმ დროს და ეს ჩვენ თვითონ უნდა გავიაზროთ და ჩვენ თვითონ უნდა მივხვდეთ, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი არის ყველაზე აღმატებული ადამიანთა შორის და როგორც ანგელოზებმა გაგვიფხილეს, ის არის აღმატებული თვით ზეციურ ქერუბიმებზე და სერაფიმებზეც კი და იმის შემდეგ არის უკვე ივანე ნათლისმცემელი და თუ გინახავთ თქვენ ესეთი სცენა არის ხატწერაში ეწოდება დეისუსი, რომელიც ანუ გამოიხატება უფალი შუაში მჯდომარე, ტახტზე მჯდომარე, პანტოკრატორი ეწოდება, ანუ ყოვლის ამპრობელი ბერძნულად და მარჯვენა მხარეს უდგას ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და მარცხენა მხარეს ივანე ნათლისმცემელი. ანუ ეს ორი უდიდესი მეუხი კაცობრიობისა ღვთის წინაშე. ანუ ამითიც ხდება საეკლესიო იკონოგრაფიითაც, ანუ ხატწერის ენითაც ხდება ყოველთვის ხაზგასმა იმისა, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შემდეგ ივანე ნათლისმცემელზე უფრო აღმატებული არავინ არ ყოფილა და ვერც იქნება რა. აი ხო არის ნათქვამი მოციქულებს 3 წლის მოღვაწეობის შემდეგ ეუბნება, რომ თქვენ ჩემი მეგობრები ხართ დღეიდან და უკვე მონებს აღარ გიწოდებთო, ხო? ლაზარე ნახსენებია, როგორც მანამდეც მეგობარი ეს ლაზარე ძალიან საიდუმლოებით მოცული პიროვნება და ივანე ნათლისმცემელი, ჩემო კარგიო, იყო უფლის, აი შეიძლება ისე ითქვას, სიყრმის მეგობარი. უკიდან მოყოლებული, იმიტომ რომ ისინი ნათესავები იყვნენ თან. და 6 თვე იყო მათ შორის განსხვავება, მეტი არის. და ძალიან მნიშვნელოვანი ეს არის ფუძემდებელი ბერმონაზული ცხოვრებისა საერთოდ ზოგადად ივანე ნათლისმცემელი და აი ძალიან ბევრი რამ უკავშირდება მას რა. უდიდესი მართლაც ჭეშმარიტად კაცთა შორის. ეს რაც შეეხებოდა ივანე ნათლისმცემელს. ახლა მე მინდა რომ გადავიდეთ უკვე ჩვენს დღევანდელ განსახილულ თემაზე. ჩვენ მივედით მეხუთე თავზე. განვიხილეთ პირველი 4 თავი მათეს სახარებისა. და მოდი ვნახოთ რას გვეტყვის ახლა მეხუთე თავი. მე მინდა გითხრათ წინასწარ რომ მეხუთე თავი საკმაოდ ისეთი დატვირთულია, სწავლამოძღვრებითია უკვე, ანუ თუ აქამდე ვთქვათ მეოთხე თავის შატვით უფრო ესეთი თხრობითი ნაწილი იყო, საერთოდ ესე არის, ანუ სახარებაში, ყველა სახარებაში და მათ შორის მათეს სახარებაში არის ნაწილი თხრობითი, ისტორიული და სწავლამოძღვრებითი. არის კიდევ ესეთი კანონმდებლობითი, ჯულისმდებლობითი. მაგრამ ნუ აი ამ ყველაფერს მოდი აი ნელ-ნელა მივყვეთ ხოლმე, ხო? დღევანდელი საკითხავი მეხუთე თავი არის ისეთი ჯულისდებითი, აი დამოძღვრელობითი ხასიათის მქონე თავი და მოდი ვნახოთ რა იქნება და რა მოხდება, ხო? ანუ ჩვენ ვნახეთ როგორ იშვა უფალი, როგორ ნათელი ღომან, როგორ გამოიცადა ეშმაკისაგან უდაბნოში 40 წლის განმავლობაში და როგორ დაიწყო ამ 40 დღიანი გამოცდის ჩაბარების შემდეგ, წარმატებით რა თქმა უნდა, როგორ დაიწყო მან მოღვაწეობა უკვე თავისი მისიის დასასრულებლად.
დამთავრდა ესე წინათავი ესეთი მუხლი და მისდევდა მას ერი მრავალი გალილეაით და 10 ქალაქით და იერუსალიმით და ხურიასტანით და წიაგიორდანით. ანუ მას უკვე ძალიან მალე გაუვარდა სახელი და ამის შემდეგ უკვე ბევრმა ადამიანმა მოინდომა მისი გაცნობა, მასთან დაახლოება, გაგება თუ რას ასწავლის ეს ახლად გამოჩენილი ადამიანი, რომელიც ჯერ არავინ არ იცის, წინასწარმეტყველია, სრულ წინასწარმეტყველია, თვითმარქვია, არავინ არ იცის და ყველას აინტერესებს, იმიტომ რომ უკვე ისე სწრაფად დაიხა ხმები მისი სასწაულებრივი მოღვაწეობის შესახებ, ხო? მისი კურნებების შესახებ, რომ უკვე ყველას აინტერესებს, რომ აბა ვინ არის. დავითაცა იხილა იესო ერი იგი აღვიდა მთასა და გაჯდა იგი მუნ და მოუხდეს მას მოწაფენი მისნი. ანუ ის ხალხი, ის ხალხია სწორედ რომელიც მისდევდაო რო წერია წინა თავის ბოლოს, ეს ადამიანები რო დაინახა უფალმაო სიმრავლე მათი რომლებიც მოსდევდნენ მას, ხო? გადაწყვიტა რომ ასულიყო მთაზე, რატომ მთაზე? რომ ყველას დაენახა ეს აბსოლუტურად პრაქტიკული მომენტიდან გამომდინარე, ხო, რომ დასანახი ყოფილიყო ადვილად, ეხლა მოგეხსენებათ მაშინ თქვა ეს რადიოფიცირება და მიკროფონები და დინამიკები არ არსებობდა და ამიტომ ავიდა ისეთ ადგილზე, სადაც ყველასათვის თვალსაჩინო იქნებოდა, ადვილად დაინახავდნენ და ყველა გაიგონებდა მის მიერ ნათქვამს. აღაღო პირი თვისი ასწავებდა მათ და ეტყოდა. დაიმახსოვრეთ, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხდება უფლის მიერ უკვე სწავლებითი სახით გადაცემა თავისი მოძღვრებისა. ანუ მანამდე, მიაქციეთ ყურადღება ღმერთი როგორ იქცევა, მანამდე თქვა შეამზადა გარკვეულად ხალხი, იქ ნათლობა იხილეს ხალხმა ნათლისღება, ხმა მოესმა ძეციდან, ტრედი იხილეს სულიწმინდა ტრედის სახით გარდამომავალი მასე დადგომილი, უკვე სასწაულები ნახეს მის მიერ აღსრულებული, კურნებები, რაღაც საოცრებები და ეხლა უკვე გადადის უფალი მოძღვრებით ნაწილზე, რომ უკვე სიტყვიერადაც ასწავლოს მათ ისთვისაც მოვიდა და მოევლინა ამ ქვეყანას. და ასწავლებს იმას, რაც თქვენ ძალიან კარგად იცით, ბევრჯერ მოგისმენიათ და ეხლაც მე მინდა რომ რამდენადაც შეიძლება ეს სწრაფად და კომპაქტურად გავიაროთ ეს ყველაფერი რა. ნეტარიყვნენ გლახაკნის სულითა, რამე თუ მათი არ სასუფეველი ცათა. ანუ აქ არის ჩამოთვლილი 9 ნეტარება, რომელსაც თქვენ ყოველ წირვაზე როდესაც მოგზანდებით ხოლმე ისმენთ. მაგრამ მე ეჭვმაქვს რომ ერთი ყურიდან შედის და მეორედან გავდით. ანუ არ რჩება თქვენში ის თუ რა ნეტარებებზეა ლაპარაკი. რაზე საუბრობს უფალი, რას ვეხებით ჩვენ და მოდი აი რაც შეიძლება მოკლედ, რაც შეიძლება კომპაქტურად, იმიტომ რომ ბევრია სასაუბრო საკმაოდ ტევადი თავია. მე მინდა რომ ჩავეტიო დღეს დღევანდელ საუბარში, აი ნახოთ როგორ გამოგვივა, რამდენად გამოგვივა. შემდეგი თავიც, მე-6 თავიც ასევე ისეთი ჯულდებითი და სწავლამოძღვრებითია, მე-6 თავში უკვე მამაუჩვენოს გვასწავლის უფალი და იმასაც, აი მამაუჩვენოს უფრო დეტალურად მინდა შევეხო მე, იმიტომ რომ ეს უმთავრესი ლოცვა არის შემჭიდროვებული სახარებაა რა, არსი არის ჩვენი ცხოვრებისა, ქრისტიანული ცხოვრებისა და ამიტომ აი დღევანდელი საკითხავი ის ვრცელი თავი, მინდა რომ რამდენად შეიძლება ესე მოკლე და კომპაქტურად გავიაროთ, იმიტომ რომ ესე ვრცლად თუ შევჩერდით ყოველ ნეტარებაზე საკმაოდ ვრცლად შეიძლება საუბარი, მაგრამ მინდა რომ აი რაც შეიძლება ისე. ანუ პირველი ნეტარება, რასაც ამბობს, უყურეთ, ნეტარიყვნენ გლახაკნის სულითა, რამე თუ მათი არ სასופველი ცათა. სული გლახაკი ადამიანები იქნებიან ნეტარნიო, რადგან მათია ცათა სასופველი მათ ეკუთვნისო. მოდი ახლა შეკითხვა დავსვათ, რას ნიშნავს სულით გლახაკი ადამიანი? უყურეთ, უფალი ხას უსვავს, სულით გლახაკი და არა ფიზიკურად გლახაკი, თქვათ, მათხოვარი, უქონელი, არა, სულიერად გლახაკი ადამიანი. ანუ როცა ადამიანი შეგნებულად იმდაბლებ და იგლახაკებს შენს თავს. ანუ შეიძლება ბევრიც შეგიძლია, მაგრამ არა შენ იმდაბლებ შენს თავს. აი, ხშირად მიყვარს ხოლმე ხა ჩემი უძვირფასესი და უსაყვარლესი მწერალი და პოეტი არის ვაჟა-ფშაველა, ხო და აი ჩემთვის აი მართლა რა ვიცი. ჩემს გულში ის ადამიანი წმინდანია და მე ღრმად ვარ დარწმუნებული და ეხლა ამაში ვერავინ შემედავებ, ხა ეს ჩემი პირადი წმენა და არავის თავზე არ ვახო, უბრალოდ ჩემსაც გეუბნები. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ის მიიღო უფალმა და გაამართლა და ნეტარებაში გიეს უფალთან, ანუ წმინდანია ღვთის წინაშე რა და შეიძლება დადგეს ამის, რომ თორსა შეირაცხება კიდევაც წმინდანად რა.
ყოველ შემთხვევაში ეს ჩემი შინაგან ერწმენაა, ესეთი. მას აქვს ესეთი ლექსი, ჩემი ვედრება. თუ წაგიკითხავთ, ალბათ ზოგიერთ თქვენთაგას მაინც წაიკითხავთ, რა ღმერთო ისმინე ვედრება, ეს ჩემი სათხოვარია, საოცარი ლექსია. ეს არის ლოცვა ჩვეულებრივი ხალხო და ამ ლოცვაში, აი ამ ვედრებაში აქვს ესეთი სიტყვები, აი პირველად ეს სიტყვები რომ წავიკითხა, იქიდან შემოვიდა ვაჟა ჩემში თავიდან ბოლომდე რა. ესეთ რამეს ამბობს და თან მიაქციეთ ყურადღება, ამას ამბობს ვაჟა. ამას არ ამბობს ვიღაცა დაბეჭავებული ადამიანი, ამას არ ამბობს ვიღაცა ბოდის გიხდით რა, ესეთ სიტყვას ვიხმარ რა, ჩმორიგი არ ამბობს ამას ჩმორი, იმიტომ რომ ეს უვაშკაცესი კაცი იყო, შიში არ იცოდა რა იყო და აი ისეთი იყო რა ძალიან ძლიერი სულითაც და ხორცითაც რა და რას ამბობს, ასიტყვები აქვს ნათქვამი ამ ლექსში რომ ღმერთს ევედრება ბალახი ვიყო სათიბი, არამწადიან ცელობაო. ცხრადვე მამყოფე ისევა ოღონდ ამშორდეს მგელობაო. აი ხედავთ და მთელი ლექსი საოცრებაა, მაგრამ აი ეს სიტყვები არის რაღაც კულმინაცია მასში რა. აი სული ციგლახაკე რას ნიშნავს? როცა შენ თავმდაბალი ხარ და საერთოდ თავმდაბლობასთან დაკავშირებით ბევრი რამე არის, აქ უბრალოდ მე ხდება უბრალოდ სხვადასხვანაირად ამბობს თავის საქმეს უფალი, თორე თავიდან ბოლომდე ყველა ნეტარება ფაქტიურად თავმდაბლობაზეა დაფუძნებული და ეს პირველი პირდაპირ თავმდაბლობას გულისხმობს რა. ანუ სული ციგლახაკე და სიმდაბლე არის ზუსტად ერთი და იგივე სინონიმები. როცა შენ ღვთის წინაშე განიცდი შენ სიგლახაკეს, როგორც განიცდი და ამას დავით აღმაშენებელი და გვეუბნება თავის გალობანი სინანულისანში. თუ ადამიანს მოდი ესეთ რამესაც ვთქვი, თუ ადამიანს სინანული არ გააჩნია, თუ ადამიანს არ აქვს განცდა თავისი ცოდვილობისა ღვთის წინაშე, წარმოუდგენელია რომ მან ეს სულიერი სიგლახაკე მოიპოვოს და ეს სიმდაბლე მოიპოვოს რა. და რას ამბობს? მიაქციეთ ყურადღება, ნეტარნიანიანო ესეთი ადამიანები, რამე თუ მათია სასუფეველი სათავე. ესეთი ადამიანების არის სულიერად მდაბალი ადამიანების არის არა სულით მდაბალი. განასხვავეთ ერთმანეთისგან. სულით მდაბალი სხვა რაღაცას ნიშნავს რა. სულით სიმდაბლეზე სულმოკლეობა სხვა რამეა. სულიერად მდაბალი, თავმდაბალი ადამიანების არის სასუფეველი სათავე. აი ბევრს ეშლება დღეს უბრალოდ ერთ ჩემს მეგობარს ველაპარაკებოდი, ჩემს სულიერ შვილს, ამასთან დაკავშირებით რა, რომელიც საკმაოდ კრიმინალური რაღაც ცხოვრებიდან არის მოსული და რაღაცა ღვთისმადლით მოტრიალდა ჩვენს კი რა. იმას ვეუბნებოდი ზუსტად ამას უხსნიდი რომ მეთქი იცოდე მეთქი რა, რომ ვაჟკაცობა და თავმდაბლობა ერთმანეთთან შეთავსებადი რამ არის მეთქი რა. და ამპარტავნება არ ნიშნავს ვაჟკაცობას მეთქი რა. პირიქით შეიძლება ამპარტავანი იყო და ზუსტად შენ იყო ჯმორი ეშმაკისა, შენი ვნებებისა და შეიძლება იყო თავმდაბალი, მაგრამ უვაჟკაცესი, როგორც იყო ვაჟა, როგორც იყვნენ წმინდანები, რომლებიც აი სწორედ გადამწყვეტ მომენტში სწორ არჩევანს აკეთებდნენ რა. ასე რომ აი ეს მინდა იცოდეთ ხალხო, აი მაგიტომ გეუბნებით რომ აი თითოეულ ნეტარებას, თითოეულ სიტყვას, რომელსაც ჩვენ სახარებაში ვკითხულობთ, მთელი სული და გული უნდა დაატანოთ. უნდა მიაქციოთ ყურადღება ამ ყველაფერს. შემთხვევით არც ერთი სიტყვა და არც ერთი ასო არ წერია სახარებაში. თითოეული სიტყვა სახარების არის ჩვენთვის მაცხოვნებელი. სასიცოცხლო მნიშვნელობას სწავლება შეიცავს თითოეული სიტყვა სახარებისა. გახსოვდეთ რა. მით უმეტეს ისეთი რამეები, რაც აი პირდაპირ უშუალოდ სწავლმოძღვრებითია და უფლის პირიდან არის ამოსული დარიგება ჩვენთვის, ხო? მეორე ნეტარება ესეთია. ნეტარიყვნენ მგლოვარენი გულითა. რამე თუ იგინი ნუგეშინის შემოიყვნენ. რას გულისხმობს უფალი? რის გლოვას გულისხმობს? ანუ ნეტარიყვნენო მგლოვიარენიო გულითო. აქ არის გულისხმება გლოვა იმის გამო, რომ თქვა სახლი ქონდა ბანკში ჩადებული და დაკარგია, ან თქვა ვიღაცა გარდაგეცვალა, ან რაღაცა. ეს გლოვა არის გულისხმება. არა გერიოთ ერთმანეთში. არ როცა საკუთარი თავი ეცოდება ადამიანს, არა. ეს გლოვა არ არის. გლოვარენი გულითა, ანუ ეს ისევ და ისევ პირველ ნეტარებას უკავშირდება, ანუ გულით მგლოვარება, რას ეს ის არის, რასაც დავით წინასწარმეტყველი ამბობს. სთნდეს უფალსა გული შემოსვლილი. სული შემოსვლილი და დამდაბლებული ღმერთთან არ შეურაცხყოფო. ანუ გულით მგლოვიარე ადამიანი არის ადამიანი, რომელიც საკუთარ ცოდვებს განიცდის ღვთის წინაშე და გლოვობს და ტირის. შეიძლება ფიზიკურად არ გადმოუგორდეს მას სრემლი, მაგრამ გულით სრემლებით არის სავსე. შიგნით იღვრება ყველა ის სრემლი, მისი ცოდებისა, ის განცდები, რასაც ის განიცდის და ნეტარიყვნენო ესეთი ადამიანები. ანუ ხედავთ, ანუ თითოეული ნეტარება არის
ნუგეში ჩვენთვის. ანუ ეს არის ერთგვარი სანუგეში უფლისაგან თქმული თითოეული ჩვენთაგანისათვის, რომ ნეტარიაო თითოეული ესეთი ადამიანი, რომელიც ამას განიცდის, რომ ისეთი რაღაცები აქვს ჩამოთვლილი, რომელიც შეიძლება ფიზიკურ ყოფაში, ამ ქვეყნის ყოფაში ჩვენთვის დამწკუნველი იყოს, რაღაც გარკვეულწილად შემზღუდველი იყოს, არ გვინდოდეს რაღაცა, როგორ ვთქვა, ხალხის თვალში შეიძლება რაღაცა დაჩაგრულები გამოჩნდეს, მაგრამ ნუ გეშინია თუ ამაზე ამოს უფალი ზუსტად რომ თქვენ იმაზე კი ნუ იფიქრებთ ხალხის თვალში როგორები გამოჩნდება და საკუთარი თავი შეგეცოდება, არამედ გახსოვდეს რომ ღვთისაგან ნუ გეშინის სემული იქნები აუცილებლად. თუ კი შენ ამას სულიერად სწორი საფუძვლით გააკეთებ და სწორად გააკეთებ. ანუ მეორე ნეტარება ესეთია და იცოდეთ რომ აი როგორც გახსოვთ ცნებებს რო განმარტავდით ჩვენ 10 მცნება მთელი წელი განმარტავდით ამ ცნებას, ხო? და თავიდანვე გითხარით და ყოველი მცნების განმარტებისას გიმეორებდით რომ თითოეული მცნება თავის თავში 10 გულისხმობს მეთქი. ესევე არის აქაც ამ შემთხვევაში თითოეული ნეტარება ერთმანეთზე არის გადაბმული. აბსოლუტურად ყველა თვისება ესაჭიროება ადამიანს იმისათვის რომ ღვთისთვის მოსაწონი და სასუფეველისათვის ვარგისი იყოს. ანუ მეორე ნეტარება ეს იყო, ნეტარიყვნენ გლოვარენი გულითა, რამე თუ იგინი ნუგეშინის სემულ იქნენ. ნუგეშინია უფალი გამშვიდებს. შენ დღეს კი ტირი ხარ შენ წოდებს, მაგრამ შეიწირება ღვთისაგან შენი გლოვა, შენი წოდების გამო შენი ტირი და ხვალ, როდესაც წარსდგები უკვე ღვთის წინაშე და წახვალ ამ ქვეყნიდან, ხო? ნუგეშს მიიღებ, ნუგეშინის სემული იქნები. სიმშვიდეს მიიღებ. მესამე ნეტარება, ნეტარიყვნენ შვიდნი, რამე თუ მათ დაიმკვიდრონ ქვეყანა. არსებობს სიმშვიდე ბუნებითი. ანუ არსებობენ ფსიქოტიპურად, თქვათ, ხო, ადამიანები, რომლებიც თქვათ თავიდანვე იბადებიან, ზოგი არის ფიცხი, თქვათ, სიფიცხისაგან მიდრეკილი, ძალიან ადულად აგზნებადია, ადულად გამოდის მდგომარეობიდან. ზოგი ბუნებითად შვიდია. ეს ტიპია ესეთი რა ფსიქოლოგიური, მაგრამ ეს არის გულისხმება, მინდა გითხრათ. ძალიან გარკვევი და ძალიან კარგი. ეს არავითარ შემთხვევაში არ გულისხმება, კიდევ ერთხელ გეუბნებით, აქ იგულისხმება ისევ და ისევ სიმშვიდე, რომელსაც ადამიანი შრომით და ბრძოლით მოიპოვებს საკუთარ სულში. მოდი ახლა ესეც თქვა, რა იწვევს სიმშვიდეს? რა შემთხვევაში ადამიანი შფოთში და ფორიაქში? იმ შემთხვევაში, როდესაც მას სინდისი აწუხებს და ქეჯნის. როცა სინდისი ამხელს, როცა რაღაცა დანაშაულია ჩადენილი, აი, თუნდაც ადამიანურად შევხედეთ, ხო? ეხლა ბავშვობაში ყველას მოუპარავს, ან ვაშლი, ან კიტრი, ან რაღაცა, ხო, სიმინდი, რა მეზობლის ბაღი და რაღაცაზე ხელი წაცდენია. და მე პირადად როცა ეგეთი რამე დამგვართნია ბავშვობაში, ხო, ღამე არ მძინებია ხალხი. ისე მაწუხებდა სინდისი რა. ისე მტანჯავდა, რომ დანაშაული ჩავიდინე, რაღაცა ის გავაკეთე, რაც აი არ უნდა გამეკეთებინა რა. ეს ელემენტარული მაგალითი მოვიყვანეთ, თორე უფრო რთული მაგალითები შემიძლია მოგიყვანოთ და აღსარებად შემიძლია გითხრათ, მაგრამ რაში გჭირდება. ყველამ თქვენ გულში ჩაიხედეთ და მიხვდებით რა. რომ აი, როდის არის შფოთში ადამიანი, როცა სინდისი ამხელს. და როცა ადამიანი სინდისი მშვიდად არის, ანუ როცა ის შერიგებულია უფალთან, როცა მისი ცხოვრება ღვთის მცნების შესაბამისია და ღვთისთვის მოსაწონია და სათნოა, მაშინ ადამიანი სიმშვიდეში იგიეს. აი ამ სიმშვიდეზე ლაპარაკობს უფალი. ნეტარიყვნენ მშვიდნიო, რამე თუ მათ დაიმკვიდრონ ქვეყანა. რომელი ქვეყანა? მხოლოდ ეს ქვეყანა? არა. ზეციური სასუფეველიც. მაგრამ ამ ქვეყანადაც თქვენ დაიმკვიდრებთ აქაურობას. 7 ადამიანები გვეუბნება. ნეტარიყვნენ რომელთა შიოდის და სყუროდის სიმართლისათვის, რამე თუ იგინი განსხნენ. აი, ხო შეეძლო უფალს ეთქვა ესე რა. ნეტარიყვნენ სიმართლის მძებნელნი, სიმართლის მოყვარულნი. აი რატო ამბობს? უყურე მიაქციეთ ყურადღება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ნეტარიყვნენ რომელთა შიოდის და სყუროდის სიმართლისათვის. ანუ ორ ისეთ ყველაზე არსებით ინსტინქტს ასახელებს ადამიანის ცხოვრებისა, რომლის გარეშეც ადამიანი ვერ არსებობს. ჭამა და სმა, ხო? ანუ ეს არის არსებობისთვის აუცილებელი რამ. თუ არ შეჭამა ადამიანმა და თუ არ მიიღო თქვა ის სითხე წყალი, ხო? აუცილებლად რაღაც დროის მერე გარდაიცვლება. ანუ ამით იკვებება ადამიანის ორგანიზმი, ხო? აი ამიტომ ამბობს რა, ესე მძაფრად ამბობს უფალი განგებ, რომ ის ადამიანები იქნებიან ნეტარნიო, რომელთაც შიათ და წყურიათ სიმართლისათვისო.
ანუ განამხოლოდ უნდა სიმართლე. იმდენად უნდათ, რომ აი შიათ და წყურიათ, აი როგორც შიმშილი და წყუ, აი ისე შიათ სიმართლე რა, აი ესეთი ადამიანი, რომლებსაც მთელი არსებით წყურიათო სიმართლეო, აი ესეთი ადამიანები მიიღებენ და დაკმაყოფილდებიანო, განზღებიანო, ანუ რითი განზღებიან? სიმართლით. მიიღებენ იმ სიმართლეს და იმ სამართალს, რასაც ეძიებენ მთელი არსებით. ნეტარიყვნენ მოწყალენი, რამე თუ იგინი შეიწყალნენ, აი კიდევ ერთი უაღრესად მნიშვნელოვანი თვისება ადამიანის სულისა. მოწყალეობა. გაიხსენეთ, ჩვენ მივალთ ამ ადგილამდე აუცილებლად, როდესაც უფალი საუბრობს განკითხვის დღეზე და იგავს უყვება მოციქულებს და ხალხსაც რა, რომ მოვაო დღეო, როდესაც უფალიო მოვაო დედამიწაზეო დიდებითო და სამჟავრო დადგებაო და განარჩევს ცხოვარს თიკანთაგან. ცხოვარს მარჯვნივ დაიყენებსო, თიკანს მარცხნივ და გაუშვებს არსაწმედელშიო და ერთადერთი ნიშანი, რითიც განიკითხავს ადამიანებს. ერთადერთი ნიშანი რა არის? გავიხსენოთ, მოწყალება. შიერი ვიყავ და საჭმელი არ მაჭამეთ. წყურო და წყალი არ დამალევნეთ. შიშველი ვიყავი არ შემოსეთ, საპყრობილეში ვიყავი არ მომინახულეთ. ხედავთ? ანუ მოწყალების საქმეებს ჩამოთვლის. როდის უფალო თითოეული ადამიანი, ვისაც მუგეში არ მიაგეთ, მე ვიყავიო. იმათ პირიქით ეუბნება, მოვედით ჩემთანო, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, რამე თუ მშიოდა და მეცით მეჭამადიო. წყურო და წყალი და როდის უფალო თითოეული ადამიანი გაჭირებული, რომელიც ნახეთ და მას უპატრონეთ, მე ვიყავიო. ანუ ხედავთ, რამდენად მნიშვნელოვანია მოწყალება? ანუ მოწყალება, მოდი ესე ვთქვა, მოწყალება ეს არის საქმეში გამოხატული ქრისტიანობა. ხორცშესხმული ქრისტიანობა. ანუ მოწყალება არის საზომი ადამიანის ქრისტიანობისა. შენ თუ სწორად ვითარდები, შენ თუ სწორად იზრდები, აუცილებლად მოწყალე იქნები. დღეს თუ არა ხარ, ხვალე გახდები მოწყალე. მე პირადად ჩემს თავს ვატყობ, ამას ახლა მე ბევრი ვერაფერი ქრისტიანი ვარ სამწუხაროდ, მაგრამ აი ჩემ თავში აი მზრდის ტენდენციას ხედავ და ეს მიხარია. შეიძლება კუსნაბიჯი, შეიძლება ჭიანჭველის ნაბიჯით, მაგრამ მაინც წინ მივდივარ ღვთისმადლი და მიხარია. და რამდენადაც ჩემში ქრისტიანობა იზრდება, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, აი ღვთისწინაში, იმდენად მოწყალეობა იზრდება ჩემში. აი პირდაპირ რა, აი პირდაპირ პროპორციული. და სხვანაირად არ ხდება, დამიჯერეთ რა. თქვენც ესე იქნებით აუცილებლად, ანუ რამდენადაც თქვენში ქრისტიანობა წარემატება და აღიზრდება, ხო? იმდენად უფრო მოწყალენი გახდება. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გეუბნებით, მოწყალება და მოწყალეობა არის ხორცშესხმული ქრისტიანობა. ამიტომაც ამოსო უფალი ხო გეუბნებით, ამ ნიშნით განგვიკითხავს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ მეორე მოსვლის ჟამს. არ გეტყვის ასაულებს რატო არ ახდენდიო, არ გეტყვის იმას რომ დილას აღამოს რატო არ ლოცულობდი, რატო არ მარხულობდი და თავს არ უთხოვდი მიწას, არ გეტყვის, იმიტომ რომ ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ საშუალებებია, ბრძოლის მეთოდებია იმისათვის, რომ ჭეშმარიტად სულით ქრისტიანი გახდე და სულით მოწყალე გახდე და აი ეს მოწყალებით შეგაფასებს. რომ შენ თუ ნამდვილად მოწყალე გახდი, ესე იგი შენ მართლა ქრისტიანი გამხდარ ხარ. მართლა მიგიბაძია ღვთისათვის, იმიტომ რომ ღვთის უპირველესი თვისება ეს არის მოწყალება. საიდან მოდის მოწყალება? სიყვარულიდან, ხო? ანუ მოსიყვარულე უნდა იყო ადამიანი, შენ თუ მოსიყვარულე გული არ აგარ, მოწყალე ვერ იქნები ვერასოდეს. ანუ ეს ყველაფერი ერთმანეთს უკავშირდება. იგივე შემიძლია გითხრათ, მოწყალება არის ხორცშესხმული სიყვარული. შენ შეგიძლია იძახო, რომ მთელი ქვეყანა გიყვარს. მაგრამ აი მოწყალებას ვის მიმართაც გამოავლენ, აი ის გიყვარს შენ სინამდვილეში და მეტი არა. ასე რომ მიაქციეთ ყურადღება, მოწყალება არის უაღრესად მნიშვნელოვანი თვისება. და რას ამბობს უფალი? ნეტარიყვნენ მოწყალენი, რამე თუ იგინი შეიწყალენ. ანუ შენ რო იქნები მოწყალე სხვის მიმართ, ღმერთის მოწყალე იქნება შენს მიმართ. და ღმერთიც შეგიწყალეს მერე შენ. ნეტარიყვნენ წმინდანი გულითა, რამე თუ მათ ღმერთი იხილონ. ესეც უაღრესად მნიშვნელოვანი. ანუ ჩვენ ყველას წყურია უფალი. აი ხა ერთი ჩემი მეგობარი მეუბნეოდა რა, რომელიც საკმაოდ საინტერესო პიროვნებაა ძალიან და ხა იშვიათად მოდის ხოლმე ჩემთან, არა ყოველი ჩემი საუბარი მასთან ჩემთვისვე არის ხოლმე ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ რაღაცა
სხვა ხედვები აქვს ამ ადამიანს და სხვა რაღაცეები აქვს და ქონდა ერთხელ შემთხვევა, როდესაც ის ციხეში იყო რაღაცა გაუგებრობის გამო, როდესაც მას უფალი გამოეცხადა თვითონ რა და ესო მამაო იმ ხელთ ძალიან ჭკვიანი ბიჭი ძალიან რა აი შემიძლია თქვა რომ ეგეთი მცოდნე წმინდა წერილისა თავიდან ბოლომდე ძველი აღთქმიდან დაწყებული ახალი აღთქმით დამთავრებული მე რა ვიცი მე მეორე არ მინახავს რა მიუხედავად იმისა რომ არც ეკლესიური ცხოვრება არ ასული არც მოძღვარი ყოლია პირველი მოძღვარი რომელთანაც ესეთ კონტაქტში შემოვიდა მე ვიყავი და დღესაც ისეთი აქტიური ეკლესიური ცხოვრებით არ ცხოვრობს მაგრამ შინაგანად სულით ბევრად უფრო ქრისტიანია ვიდრე ბევრი ჩვენთაგანი რა და მე მჯერა რომ ადრე თუ გვიან ის ამ ცხოვრებაში სერიოზულად ჩაერთვება ისე როგორც საჭიროა რა და მან მითხრა მე რა რომ მამო ეს ისეთი გრძნობაა და ისეთი განცდა აი უფალსული ხილაო შენი თვალითო და მასთან რო კონტაქტში შეხვალო იმის შემდეგ მეტი არაფერი არ მინდა ცხოვრებაში აი ერთადერთი რასაც ნატყობ და ვეძებ ღმერთს ის მერე დაიწყო მას ახარების კითხვა და წმინდა წერილის კითხვა ეს ისეთი ნეტარებაა ისეთი სიხარული ისეთი ემით გამოუთქმელი სიხარული ადამიანის გულისათვის ამას ვერ გადმოგცემთ მაგრამ აი რაც არ უნდა გელაპარაკოთ ეხლა აი ხოლმე ვცდილობ რომ გითხრა და გააგებინო დამეჯერეო რომ იმის მეასეცაც ვერ გეტყვიო რაც მე განვიცადეო რა ერთადერთი აი რომ მკითხო ადამიანმა ხო რა გინდაო ერთადერთი იესო ქრისტესთან შეხვედრა და მასთან საუბარი მინდა მეტი არაფერი არ მინდა ჩვენ ხო ყველას მე და მაშინ უთხარი ზუსტად და გავახსენე ეს ნეტარება რა რომ აიხსენე მეთქი რა წერია მეთქი და იმან კარგად იცის ზეპირად მაგრამ მაშინ გავახსენე გინდა მეთქი უფლის ნახვა და მასთან შეხვედრა მეთქი გული განეწმინდე მეთქი მე ვთქვა ნეტარიყვნენ წმინდანი გულით არ ამე თუ მათ ღმერთი იხილო გინდა რომ ღმერთი შენთვის გამჭვირვალე გახდეს გინდა რომ შენთვის უფალი სახილველი გახდეს თვალითაც კი ხორციელი თვალითაც კი და მით უმეტეს სულიერი თვალი განეწმინდე გული ნეტარიყვნენ წმინდანი გულით იმიტომ რომ შეუძლებელია რომ შებღალულ ცოდვით დასურენ გულში უფალი გაჩნდეს წარმოუდგენელი შენი ცოდვა შენთვის არის რაღაცა ტყავის საბურველი უხეში ტყავის საბურველი რომელიც იზოლირებას გიკეთებს ღვთისაგან რა და ღმერთს ვეღარ ხედავ ვეღარ აღიქვამ უფალს და რაც უფრო განიწმინდები შენი სინანულის სრემლია სწორედ ის უნივერსალური საშუალება რომელიც აი კედელს და ამ ტყავს ადნობს აქრობს და რაც უფრო მეტად განიწმინდები მით უფრო გამჭვირვალე ხდება შენთვის უფალი და საფრთხე ჭეშმარიტება ამიტომ ნეტარიყვნენ წმინდანი გულით არ ამე თუ მათ ღმერთი იხილო შემდეგი ნეტარება ესეთია ნეტარიყვნენ მშვიდობის მყოფელნი რამე თუ იგინით ზედ ღმრთისად იწოდნენ ხედავთ რა მხელა მნიშვნელობა აქვს ამას რომ იყო ადამიანი მშვიდობის მყოფელი ანუ აი ხლა უყურეთ თანმიმდევრობასაც მივაქციეთ ყურადღება ჯერ ახსენა ნეტარიყვნენ მშვიდნიო ეხლა ამბობს ნეტარიყვნენ მშვიდობის მყოფელნიო ეხლა ალბათ თქვენ თუნდაც ხვდებით ხო რომ მშვიდობის მყოფელი ისე ვერ გახდები თუ შენ თვითონ ჯერ მშვიდი არ ახარ აი შენ თუ ხარ სულით მშვიდი მშვიდობის მყოფელობასაც შეძლებ მე რა იმიტომ რომ შეუძლებელია აი ელემენტარულად ადამიანურად რო შევხედოთ რომ ორი ადამიანი ჭხურობს ხო მაგალითად შენ ვერ გააშოლებ და ვერ დააწყნარებ იმად მათ შორის მშვიდობას ვერ ჩამოაგდებ ვერანაირად შენ თუ შინაგანად არ აგებ ჯერ უპირველეს ყოვლისა ეს მშვიდი და უყურეთ რა მხელა პატივს განუკუთვნებს უფალი ესეთ ადამიანებს რომლებიც მშვიდობის მყოფელნი არიან ნეტარიყვნენ მშვიდობის მყოფელნიო რამე თუ იგინით ზედ ღმრთისად იწოდებენო ღვთის ზეებად იწოდებიან ესეთი ადამიანებიო მოდი დავსვათ შეკითხვა რატომ ესეც მნიშვნელოვანია რატომ და იმიტომ ჩემო ძვირფასებო რომ როგორც იესო ქრისტე ზე მამისა მხოლოდ ჩობილი გახდა მშვიდობის მყოფელი ანუ მისი მთავარი მისია რა იყო ადამიანები შემოქმედ შეგვარიგა უფალს შეგვარიგა ღმერთს გესმის ანუ პირველი მშვიდობის მყოფელი ვინ იყო უფალი ძე ღვთისა და ხედავთ რა მოწყალია ღმერთი რა საყვარელია რომ ჩვენს იგივე პატივს განგვიკუთვნებს ჩვენ თუ აი ესე მოვიმართებით რა ანუ ნეტარი იქნებაო ყოველი ის ადამიანიო რომელიც მშვიდობის მყოფელობა შეეცდებაო და აქ იგულისხმება ადამიანთა შორის მშვიდობის მყოფელობაც და ის მშვიდობის მყოფელობაც რაც უფალმა განახორციელა ამ ქვეყანაზე ანუ ადამიანის შერიგება უფალთან რადგანაცო ის იცო ზედ ღვთისად იწოდებაო
ანუ ჩემი ძმა იქნებაო, რეალურად ესე თქვა რა. როგორც მე ვარ ძე ღვთისა, ისიც ძე ღვთისად იწოდებაო. ადამიანი, რომელიც მშვიდობის მყოფელი იქნებაო, თავის სულით. ნეტარიყვნენ დევნულნი სიმართლისათვის, რამე თუ მათი არ სასუფეველი ცათაო. მიაღწიეთ ყურადღება, პირველი ასეთი შეფასება გააკეთა პირველივე ნეტარებაზე, ანუ ნეტარიყვნენ გლახაკნის სულითა, რამე თუ მათი არ სასუფეველი ცათა, ხო? ეხლა ამბობს უკვე ნეტარიყვნენ დევნულნი სიმართლისათვის, რამე თუ მათი არ სასუფეველი ცათა. აქაც დავაკავშიროთ ერთმანეთს, ხო? ანუ თავიდან ჩადო, თავიდან საფუძველი სიმდაბლისა უფალმა, სიგლახაკის სულისა, რომელიც არის ყველა გაუცილებელი იმისათვის, რომ სასუფეველი დაიმკვიდრო და ეხლა უკვე აი ამდენი ნეტარების ჩამოთვლის შემდეგ კიდევ ერთხელ გეუბნება, რომ ეს უკვე ღვაწლისმიერი მდგომარეობა, ანუ შენ თუ ესეთი ხარ, შენ თუ ცდილობ რომ ღვთისთვის იღვაწო, შენ თუ ცდილობ შენი სულისათვის იღვაწო, აუცილებლად დევნული იქნები ამ სოფლისაგან. შენ თუ ხარ გლახაკი სული, შენ თუ ხარ თავმდაბალი, შენ თუ ხარ მოწყალე, შენ თუ ქშია და წყურია სიმართლე, აუცილებლად დევნილი იქნები ამ სოფლის სულისაგან, ბოროტებისაგან და კიდევ ერთხელ განუგეშებს უფალი, რომ ნეტარიყვნენ დევნულნი სიმართლისათვის, რამე თუ მათი არ სასუფეველი ცათაო. თქვენიაო სასუფეველიო, ნუ გეშინიათო. და ბოლოს პირდაპირ გვეუბნება, ნეტარიყვნენ თქვენ, ანუ ეს არის წინა ნეტარების გაგრძელება რა. ნეტარიყვნენ დევნულნი სიმართლისათვის. ნეტარიყვნენ თქვენ რაჟამს ყვედრიდან და გდევნიდნენ და თქვა ყოველი სიტყვაი ბოროტი თქვენ და მომართ სიცრუით ჩემთვის. ხედავთ რა უცნაური რამე ახალ ხო? უფალი ასწავლის, ეხლა მოვიდა. ეხლა დაიწყო მან ქადაგება და უკვე რას ეუბნება ხალხს? რომ თქვენ დევნილნი იქნებით ჩემი გულისათვისო. გაყვედრებენო, გდევნიანო, ჩემთვისო. ეხლა ვერ არის ხო ისეთი კარგი პიარი რა და კარგი რეკლამა რა, ეხლა ახალი მოსულია, კაცი, ეხლა დაიწყო ქადაგება და უკვე იმას ეუბნება ხალხო, ჩემი მიმდევრები თუ გახდები თუ დევნილი იქნები თუ ამ სოფლისაგანო რა. მაგრამ აიყურეთ რა შეასაქმე, უფალი მართალია, უფალი გულწრფელია და უფალი თავიდანვე გვეუბნება, ჩვენ ამას არ გვატყუებს. გინდათ რომ ჩემი მიმდევარნი იყოთ, გინდათ რომ ჩემი მოწაფენი გახდეთ, შეეგუეთ წინასწარ იმას, რომ სოფელს არ ეყვარებით თქვენ. სოფელი მოგიძულებს თქვენ. და სხვაგან იტყვის ამას უფალი, რომ ნუ გეშინიათ ამისიც, იმიტომ რომ გახსოვდეთ, რომ პირველად მე მომიძულა სოფელმა. და თქვენ თუ მოგიძულეთ სოფელი, ამის ნუ შეგეშინდებათ. იმიტომ რომ არ არის მოწაფე უფრო ის მასწავლებელისათვის ისაო გვეტყვის მერე უფალი. და ეხლა შეხედეთ რა უცნაურია. ნეტარებებს ამბობს. და ბოლო ნეტარება, რომელსაც გვეუბნება, მეცხრე არის ეს, რომ ნეტარიყვნენ თქვენო ჩვენ მოგმართავს პირდაპირ რაჟამს ყვედრიდან და გდევნიდნენ და თქვან ყოველი სიტყვა ბოროტი თქვენ და მომართ სიცრუით, ანუ ცილი დაგწამონო თქვენო ჩემთვისო, ანუ იმის გამო რომ ჩემი მიმდევარი ხართ, იმის გამო რომ ქრისტიანი ხართ, აი ამის გამო ნაყვედრები იქნები, დევნულნი იქნები და ცილის ცილი გექნებათ დაწამებული ხალხისაგანო. მაგრამ ნეტარნი ხართო ესეთ შემთხვევაში. და რას გვირდება? გიხაროდე და მხიარული ყვენით. რამე თუ სასყიდელი თქვენი ფრიად არ სათავეში. ნახეთ? გიხაროდეთო თუ კი ესე მოხდებაო. და სხვაგან გვეტყვის უფალი, რომ ეს აუცილებლად ესე მოხდება, რომ ეს გარდაუვალია, შეუძლებელია. არა არის მოწაფე უფრო ის მოძღვრისათვის ისა. და აუცილებლად დევნულნი იქნები თქვენს. სიმართლე ყოველთვის დევნილია, სიმართლე ყოველთვის დაჩაგრულია, სიმართლე ყოველთვის ტალახშია გასული, ფეხით არის გათელილი. მაგრამ ნუ შეგეშინდება თუ ამისიო. და უფალია ამის მაგალითი, ხო? როგორ გათელეს ფეხით, როგორ დევნეს, როგორ მოსხეს ყველანაირი ჩირკი, როგორ აწამეს, როგორ მოკლეს. და ღმერთი თუ ესე გაიმეტეს ადამიანებმა ხალხო, მოდი დავფიქრდეთ რა, ჩვენ რა არის, ისი იმედი გვაქვს. და ჩვენ თუ ღმერთი გვიყვარს, ჩვენც უნდა გავიმეტოთ ჩვენი თავი ამ ყველაფრისთვის, მიუხედავად მით უმეტეს, რომ ჩვენ ამ ყველაფერს ვიმსახურებთ. და ღმერთმა კი დაუმსახურებლად იტვირთა ყველა ეს ტკივილი ჩვენს გამო, ჩვენი სიყვარულის გამო.
და გეუბნება უფალი რომ გიხაროდეთო და მხიარული იყვენით, ვაი როცა ნაყვედრები იქნები და დევნილი იქნები სხვისაგან, აი ამ დროს გიხაროდეთ ზუსტათო. რატომ? რამეთო სასყიდელი თქვენი ღია გასათაში. რადგან თქვენი გასამრჯელო, ან უყურეთ, აი ეს არის ნუგეში, საბოლოო ნუგეში ჩვენი რომ თქვენ ტყუილა კი არ იტანჯებით რა. ტყუილად არ წვალოთ, ტყუილად არ ხართ დევნილნი ადამიანებისაგან. არამედ გახსოვდეთ რომ ეს ყველაფერი ღვთის წინაშე დაგიფასდებათ. სასყიდელი თქვენი, ანუ გასამრჯელო თქვენი, აი ამ ყველაფრის სამაგიერო, საზღაური ძალიან დიდი იქნება ზეცაში ღვთის წინაშე. და პავლე მოციქული გვეუბნება და სხვადასხვა წმინდა მამები გვეუბნებიან რომ ადამიანმა რომ იცოდეს რამხელა ჯილდო და საზღაური ელოდება მას ამ მცირეოდენი დათმენის ფასად აი ამ ხანმოკლე წუთის სოფელში რაში ცხოვრობთ ხო? აი ამ წუთის ღირსეულად დათმენის სამაგიერო იმხელა სიხარული და საუკუნო სიხარული ელოდება ადამიანს. აი რა გითხრა ადამიანიო ცალფეხზე იდგებოდა მთელი ცხოვრება ეს რო იცოდესო რა ამას რო იაზრებდეს და აცნობიერებდეს რამხელა სიხარული და რა დაუსრულებელი და მზარდი ნეტარება ელოდება მას სასופველოში. ამიტომ დამიჯერეთ ჩემო კარგებო ღირს ყველაფრის მოთმენა ღირს ყველა ტკივილის მოთმენა ღირს ყველა დამცირების სიმშვიდი და მორჩილებით გადატანა ღირს წამებაც ღირს სიკვდილიც ღირს ღვთის გულისათვის სასופველის გულისათვის უფალთან ერთობის გულისათვის ვერწმუნოთ რა ამას უფალიც ამბობს მოციქულებიც ემოწმებია წმინდა მამებიც და მოწამეები თავიანთი ცხოვრებით რა და ჩვენც უნდა ნამდვილი ქრისტიანები ვართ ჩვენც უნდა ვირწმუნოთ ეს ნამდვილად და ჩვენც უნდა სწორედ აი ამ გზით წავიდეთ აგზელებს სწავლებას უფალი თქვენ ხართ მარილნი ქვეყანისანი უკვე თუ მარილი იგი განკარდეს რაითამე დაიმარილოს არღარა შემძლებელად მერმე არამედ განგდებად გარე და დათრგუნვად კაცთა მიერ მარილი ხარ თუ ამ ქვეყნისაო რატო მარილი იმიტომ რომ ნებისმიერი კერძი რაც არ უნდა მოამზადო ხო მარილის გარეშე თუ ზომიერად მარილი არ მოაყარე გემო არ აქვს მას ვერ შეჭამ უგემურია ეხა თუ რაღაცა ვიღაცების მიმდევარი ხარ დიეტოლოგი და რაღაცა სტილო მე ესე შემთხვევას არ გულისხმობ მე ზოგადად ადამიანურ გემოვნებას გულისხმობ რა ხედავთ უფალი ამბობს თვითონ ანუ უფალი არ ამბობს ეხა პოლ ბრეგივით რომ თეთრი სიკვდილიაო შახარი და მარილი ზომიერება უნდა იცოდე უბრალოდ ადამიანმა რა და ზომიერ შემთხვევაში არაფერი სიკვდილი არ არის პირიქით ხედავთ მარილს ჩვენ გვადარებს ქრისტიანებს თქვენ ხართ მარილნი ამას ოფლისანიო თელ კაცობრიობას გულისხმობს დანარჩენს რა ანუ მთელი კაცობრიობა თქვენით უნდა დაიმარილოს თელმა კაცობრიობამ თქვენით უნდა მიიღოს გემო ანუ თქვენ უნდა ასწავლოთ მათ სულის გადარჩენა რამოდენიმე ნაირ შედარებას აკეთებს უფალი და აი პირველი შედარება სწორედ მარილზე მოყავს და როგორც მარილია უმთავრესი ნებისმიერ კერძში ისე ხარ თქვენს ამ ქვეყნისათვისო და თუ კი მარილი განკარდებო ანუ თქვენ თუ კი ვერ ივარგებთ რიღათი დაამარილებენო ადგენენ და გადაყრიან ამ მარილსო და ფეხით გათელავენ ამიტომ თქვენზეო ანუ ამითი აი ხარ ასეთ ჩამოგიტვით ხო ჩვენს პასუხის გებლობებს უსვამს უფალი ხას რა გვევალება ღვთის წინაშე ეხლა მარილს ხო შეგვადარა ეხლა გვადარებს ნათელს თქვენ ხართ ნათელნის სოფლისანი სინათლე ხართო როგორც სიბნელეში აუცილებელია ერთი სანთელი მაინც რომ განაგდეს და გამოჩნდეს ვინ არის ადრანი მთიდებს ხო აი ესე ხართ თქვენცო რა აი ამ წყდიათშიო აი ამ სოფლის სოდვის წყდიათში თქვენ უნდა შეიტანოთ სინათლე მე გაძლევ თქვენ ამ ნათელს მე ვარ ნათელი სოფლისა მაგრამ მე თქვენ გიზიარებთ ამას ყველაფერს და მე თქვენ იმიტომ გიზიარებთ რომ თქვენც უნდა გახდეთ ნათელი ამ სოფლისა მე ერთი ვარ მაგრამ თქვენ ბევრი უნდა გახდეთ მე სულიწმინდის მათი და ის სწავლება რომელსაც სინათლის სახით შემოვიტან მე არ თქვენთან თქვენც უნდა გაუზიაროთ მე ხალხს თქვენ ხართ ნათელნი სოფლისანი ვერ ხელეწიფების ქალაქსა დაფარვად თასაზე და დაშენებულსა ხედავთ ეხლა კიდევ ერთი შედარება მოგიყვანა აი როგორც ქალაქი რომელიც მთის წვერზეა დაშენებული არ დაიმალებაო
ხო? იმით ყველა მხრიდან ჩანს. ღვთის წვერზეა. ყველა ადამიანი ხედავს. აი ხედავს და დაინახავს, ხო? ესე ხარ თქვენცო, ვერ დაიმალებითო. ძალიანაც რომ მოინდომოთ, იმიტომ რომ თალზე დაშენებული ქალაქები ხართ. არც აღანთიან სანთელი და დადგიან ქვეშე ხვიმირსა სანთელს, იმიტომ არ აანთებენო, რომ რაღაცის ქვეშ დადგან და დამალონ მისი სინათლე. არამედ სასანთლესა ზედაო და ნათობნიგი ყოველთა რომელნი იყვნენ სახლსა შინაო. ანუ სანთელს გამოსაჩენ ადგილზე. შემაღლებულ ადგილზე, სასანთლეზე, რომ გაანათოს ყველაფერიო, ხო? ადამიანებიცო და ის ნივთებიც რაც სახლში არისო. ესე ხართო თქვენცო. და შემდეგ მოგვიწოდებს კურთხევას გვაძლევს უყურეთ. ეგრეთ წინევდი ნათელი თქვენი წინაშე კაცთა. ხედავთ, ანუ ხედავთ ხალხო, აი რამხელა პასუხისმგებლობაა ჩვენზე ქრისტიანებზე. რომ ჩვენ ცხოვრებას როგორ გამადიდებელი შუშით უყურებს ყველა. ჩვენი ცხოვრება უნდა წინავდეს მართლა. საღვთო ნათელი. საღვთო ნათელი უნდა ირეკლებოდეს ჩვენგან. ჯერ ჩვენში და მერე ჩვენგან. ხალხშიც. და უყურეთ რატომ აქ კიდე უაღრესად მნიშვნელოვანი სწავლება არის განსაკუთრებით მოძღვრებისთვის. უყურეთ ამატებს უფალი ეგრეთ ბრწყინავდი ნათელი თქვენი წინაშე კაცთა რათა იხილნენ საქმენი თქვენი კეთილნი ანუ ჯერ დაინახო თქვენი სიკეთე ჭეშმარიტად კეთილი საქმები რომელიც თქვენი სულიდან მოდის და დაადიდებდნენ ამასა თქვენსა ზეცათასაო აი ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი თითოეულ თქვენთაგანს გეხებათ და განსაკუთრებით სასულიერო პირებსო იმიტომ კი არ უნდა გააკეთო ეს სინათლე რომ შენ გადიდონ და შენ გაქონ არა რათა ადიდებდნენ მამასა თქვენსა ზეცათასა ხედავთ და ეს რომ ესე შეძლო ყოვლად აუცილებელია რომ აი ეს ნეტარებები გაიაზრო გაითვალისწინო და იყო თავმდაბალი და ღვთისთვის აკეთო ეს სიკეთე და არა შენი თავის განდიდებისათვის რომ ვიღაცა მე ტაშს რო დაგიკრავს მართლა ჩათვალო რომ არა მაგარი ტიპი ხარ არა უნდა გახსოვდეს რომ ეს ყველაფერი შენ უფალმა გაგაკეთებინა და ღვთისთვის გააკეთე შენ ეს სიკეთეები და ხალხი რომელიც ამას დაინახავსო ღმერთს უნდა ადიდებდესო და დამიჯერეთ შეუძლებელია თუ შენგან ეს სიმდაბლით არ მოდის რომ ღმერთი დაანახო ვინმე შენი სიკეთე შენ თუ ეს მიზნად არ არის დასახული თავიდანვე და შენ თუ თავმდაბალი არ ხარ ასე რომ ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი და გაითვალისწინე ნუ გონებ ვით არ მოვედ დახსნად ჟულისა გინა წინასწარ მეტყოლთა არა მოვედ დახსნად არამედ აღსრულება ანუ ნუ გგონიათო რომ ჟულის განსაკარებლად მოვედიო ეხლა რატო ამბობს ამას უფალი რატო უნდა გონებოდათ ეხლა ხალხს რომ ჟულის განსაკარებლად მოვიდა ხო იცით რატო იმიტომ რომ უფალი უკვე ისეთ რაღაცებს ლაპარაკობს რაც ჟულის სული იყო და არსი და რაც ამათ უკვე დაკარგული ქონდა დავიწყებული ქონდა აღარ ახსოვდათ უკვე რა შემდგომარეობს ჟული ჭეშმარიტ მისი სული რა შემდგომარეობს და მხოლოდ და მხოლოდ გარეგნული წეს ჩვეულებების დაცვაზე იყვნენ გადასული რომ ხელები მაიდაყვებამდე დაებანა ჭამის წინ და შაბათს არაფერი არ ეკეთებინა და ასე შემდეგ და ის რაც სული და ჭეშმარიტება იყო ჟულისა საერთოდ აღარ ახსოვდა და უფალმა წინასწარ იცის რომ მისი ქადაგება ბევრი ადამიანის მიერ სწორედ ესე იქნება აღქმული რომ თითქოს ის რაღაცა ჟულის საწინააღმდეგოს ასწავლის და ქადაგებს სადაც წინასწარვე აფრთხილებს და ეუბნება მათ რომ ნუ გგონიათო რომ იმისთვის მოვიდი რომ ჟული განვაქარო არაო უყურე არა მოვედ დახსნად არამედ აღსრულებათო აი სწორად აღსრულება რომ გასწავლოთ ჟულისა როგორ არის აი ამისთვის მოვედიო და არა იმისთვის რომ ჟული განვაქარო რო თქვენ რო გონიათ რომ ჟულის დამცველები ხართ ეს რა თქმა უნდა უპირველეს ყოვლისა იმ ფარისეულისა იმ წიგნობრებს მიემართებოდა უფლის ნათქვამი ის კი არ არის ჟულის აღსრულება რასაც თქვენ ვითომდაც გარეგნულად აღასრულებთ ეს არ არის თავარი აი ის სულია რომელშიც ჟულში დევს და რომელსაც მე გასწავლით მე ჩემი ცხოვრებით დაგანახეთ როგორ უნდა აღასრულოს ჟული ესეც ხნა უფალმა ხო სწორედ იმიტომაც იყო უფალმა რომ შეძლოს ჟულის აღსრულება იმიტომაც არ გაეკარა მის სოდვა იმიტომაც შეძლო მან სასუფეველის დაბრუნება ადამიანისათვის ამინ ამინ გეტყვით თქვენ
ვიდრემდე წარხდეს საიდა ქვეყანაი იოტა 1 გინარ ქაი 1 არა წარხდეს ჯულისაგან და წინასწარმეტყველთა ვიდრემდის ყოველივე იქნეს ანუ გასამყარებლად და დასამტკიცებლად თავის სიტყვებისა რომ ჯულის დასახსნელად კი არ მოვიდა არამედ აღსრულებად უფალი ამატებს რომ ჭეშმარიტად გეუბნებითო თქვენო რომ იცოდეთო რომ არც ერთი სიტყვა და არც ერთი ასო არ განკარდებაო ჯულისაგან და წინასწარმეტყველთა ანუ ის ყველაფერი უფლის სული და უფლის სიტყვით არის ნათქვამიო ანუ კიდევ ერთხელ ამბობს მე იმის დასახსნელად არ მოსულ ის ჩემი სიტყვით ითქვა მამის სიტყვით ითქვა ის ყველაფერი ყოლა დაუცილებელია მაგრამ თქვენ რომ დაგავიწყდა და თქვენ რომ სწორად ვერ გაიაზრეთ რას ნიშნავს ეს ყველაფერი ამისთვის მოვედი რომ ეს გაგახსენო და დაგანახო და გასწავლოთ სწორი აღსრულება ჯულისა კიდევ უფრო შორს მიდის უფალი უკეთ უვინმე დაახსნეს ერთი მცნებათა ამათგანი უმცირესთაი დაასწავლოს ესრეთ კაცსა უმცირეს ეწოდოს მას სასუფეველსაც ათასა ხოლო რომელმა ხოს დაასწავლოს ამას დიდ ერქვას სასუფეველსაც ათასა უყურე თუ რომელიმე ადამიანია თუნდაც ერთ უმცირეს მცნებას დაარღვევსო იმის ჯულიდანო და ისე ასწავლებს ხალხსო ესე ჩვენ მოძღვრებს მოგვემართება უპირველეს ყოვლისა ხო ანუ იოანე ოქროპირი ამაზე ძალიან ლამაზად ამბობს ძალიან მოკლედ და ლაკონურად რა კაცი რომელსაც ჯერ თვითონ არ აქვს გააზრებული ჯულიო და გაცნობიერებულიო უფლის ჯულიო და არ აღასრულებსო მასო იჯერ მოძღვარი არა იჯერ მოწაფეაო და თავს ნუ მისცემს უფლებას და ნუ გათავხედება რომ მოძღვრად ეკურთხოს და მღვდელი გახდესო რა და ამას ამბობს ახლა აქაც უფალი უყურეთ უკეთ უვინმე დაახსნეს ერთი მცნებათა ამათგანი უმცირეს და ჩვენ რომ ამბობთ რა მაგალითად განკითხვა რა მოხდა ხო ყველა განეკითხავს ჩვენს განვიკითხავთ ყველა ეწევა მეც ვეწევი ხო ანუ აი ელემენტარულ ცოდებს რო ვეძახით ხო ყოველდღიური ცოდებს რომ მიაწერთ ხოლმე მე თქვენს აღსარებაში ხო აი ეს ყოველდღიური ცოდები იქნება რომ დაგუყავთ ზუსტად რა თუ არ გაიაზრეთ ისე როგორც საჭიროა რა ამიტომ ყურადღებით იყავით ხალხო ძალიან გთხოვთ რა თითოეულ ცოდვას მიანიჭეთ ძალიან დიდი მნიშვნელობა და მთელი არსებით ებრძოლეთ მას რა უფალი ამბობს პირდაპირ აი სუმცირესიც კი რომ დაახსნაო რა ანუ არაფრად რო არ ჩააგდო რო არა უშავს რა მოხდა ეხა ესე ღმერთი ჩემი წნარებს ხო და ისე თან მისე უფლებაო შენს თავსო თუ სხვებს ბრწყევბრწყელი სიტყვები დაასწავლო ხო უმცირესი გეწოდება სასუფეველსაც ათასაო რა და რომელმა ხოს დაასწავლოსო ამას დიდ ერქვა სასუფეველსაც ათასაო ანუ ვინც უპირველეს ყოვლისა თვითონ აღასრულებს იმ ჯულს და ისე ასწავლის ხვას იმას დიდი დაერქმევა ცათა სასუფეველში ანუ შეწყნარებული იქნება ღვთისაგან ხოლო გეტყვი თქვენ უკეთ თუ არა აღემატოს სიმართლე თქვენი უფრო ის მწიგნობართა და ფარისეველთა ვერ შეხვიდეთ სასუფეველსაც ათასა უყურე პირდაპირ იერიში მიიტანა ეხლა უფალმა უკვე აი იმ ხალხზე რომლებიც მეკითხარი მწიგნობრებზე და ფარისევლებზე ანუ ეს ვინ არის ეს ხალხი ეს ის ხალხია რომლებსაც ყველაზე მეტად ევალებოდათ ჯულის სოდნა წესით უნდა ცოდნოდათ და თეორიულად იცოდნენ კიდევაც სად რა აი ეღოველებივით იცოდნენ რა დღევანდელი ეღოველებივით რომელ გვერდზე და რომელ აბზაცში რა წერია მაგრამ ეს მათთვის უკვე მაცხოვნებელი აღარ იყო იმიტომ რომ ის სული გამოცლილი ქონდათ აბსოლუტურად რა და უყურე რას ამბობს უფალი პირდაპირ ამ ხელს მათ ეს არის პირველი მხილება უფლის მიერ წიგნობრებისა და ფარისევლებისა და დაიმახსოვრა მე კიდევ ძალიან ბევრჯერ ამ ხელზე მთელი ცხოვრება უფლისა მთელი ეს სამწლიანი მოღვაწეობა სხვა არაფერია თუ არა მხილება ფარისევლური და წიგნობრული ვითომდა წრწმენისა უყურე პირდაპირ იერიში მიაქს და ამბობს თუ თქვენი სიმართლეო არ აღემატება ფარისევლების და წიგნობრების სიმართლესო ვერ დაიმკვიდრეთ სასუფეველს ანუ თქვენ თუ მიემსგავსებით იმ ფარისევლების და წიგნობრების და თუ კი ესე ჩათვლით თქვენს თავს მართლებად როგორც ისინი თვლიან თავს და სინამდვილეში ეს არ იქნება ჭეშმარიტი სიმართლე ღვთის წინაშე და მხოლოდ გარეგნული და მოჩვენებით როგორც ფარისევლებს და წიგნობრებს ვერ დაიმკვიდრეთ სასუფეველს ანუ თქვენი სიმართლე მართლა სიმართლე უნდა იყოს თქვენს ყოველ სიტყვას თქვენი საქმე უნდა ამყარებდეს თქვენს ქრისტიანობას მოწყალება უნდა ამყარებდეს და აი ესეთ შემთხვევაში შეიძლება თქვენი ცხოვრება ღვთის წინაშე და გამართლდებით უფლის წინაშე და წინააღმდეგ შემთხვევაშიო ვერ შეხვალთ ვერ დაიმკვიდრეთ სასუფეველს გესმა რამე თუ ითქვა პირველთა მათ მიმართ არა კაც კლა ხოლო რომელმა მოკლას თანამდებარ სასჯელისა ანუ ეს მცნება თქვენ იცით ხო
რომ კაცი არ უნდა მოკლავო, იმიტომ რომ თუ მოკლავო, მაშინ საჯილს იმსახურებ. ხოლო მე გეტყვი თქვენ, რამე თუ რომელი განურისდეს მასათვისაც სუდად თანამდებარ საჯელისა. აი მიაქციეთ ყურადღება ხალხო. მე გითხარით თქვენ, ეხა სწორედ მე კი არა უფალმა გითხრათ რომ არა მოვედ ახსნათ ჯულის, არამედ აღსრულებად. აი პირდაპირ იწყებს აი ყველაფრის, აი დასტურად მოყავს ეს. აი ყურეთ, შეხედეთ, გვასწავლის პირდაპირ როგორ უნდა აღასრულოთ ჩვენს ჯული. ანუ შეგვახსენებს ეხლა რომ ის კარგად გახსოვთო თქვენო და ის წაკითხული გაქვთ და გიწერიათ რომ კაცი არ უნდა მოკლავ. ანუ ერთ-ერთი მცნება ხო ჩვენ რომელზეც ვისაუბრებთ, მეექვსე მცნება რომელიც საკმაოდ ფართოდ განხილეთ, ვინც ესწრებოდით ხოლმე ცნებების განხილვას. კაცს თუ მოკლავ, საჯელს იმსახურებ, მაგრამ მე გეტყვით თქვენო, რომ განამხოლოდ ფიზიკური მკვლელობა იგულისხმებაო აქ ადამიანისო. ანუ ეს ფიზიკურად შენ თვალწინ რა წაიკითხე რომ აი არა კაც კლა გასაგებიაო, მაგრამ მარტო ეს კი არ არისო ქრისტიანობა. მარტო ეს კი არ არის სიმართლე ღვთისმეტყველში. შენ თუ გინდა რომ მართალი იყო ღვთისმეტყველში, განამხოლოდ ეს უნდა აღასრულო, არამედ ნურც განურისხდები შენ ზმას სუდათო. ანუ ტყუილუბრალოდ რომ განურისხდები შენ ზმასო, შენს გულში მრისხანებით რო აღიხსება შენი გული და შენ გულში რო უკვე მკვლელი ხდები და გაიხსენე თითოეულმა თქვენთაგან რამდენჯერ გაგიმეტებიათ ადამიანი გულში მოსაკლავად. მე პირადად ბევრჯერ ძალიან, რასაც უნან ღვთისნაში ძალიან რა. და თქვენს გაიხსენეთ გულში რამდენჯერ გაგიმეტებიათ ადამიანი, რომ ხო აი ნერვს უგიშლის, სადავ ნეტა ეს ადამიანი სულ არ არსებობდეს ამ ქვეყანაზე და ტარატო გაჩნდა და ასე შემდეგ, ხო? და ესეთ დროსო ზუსტად იმ ცნებას არ ღვევო რა. რომელიც შენ გონია რომ მარტო დანას უგაუყრი და თავს უმოვაჭრი ადამიანს მარტო მაშინ მოგითხოვება. არაო. აი როცა შენ გულში მოკლავ ადამიანს, შენ გულში რო ცუდად განურისხდები ადამიანს, უკვე აი ამ საჯელის თანამდები ხდებიო. რომელმარ გვარს მასათვისა რაკა თანამდებარ საჯელი თაბულის თანამდებარს კრებულისაგან განსვათ. და რომელმარ გვარს მასათვისა ცობ თანამდებარს იგი გენიასამა სეწყლისა და ხედავ? ანუ აი შეურაცხყოფელ სიტყვებზეა ლაპარაკი რა. აი შეურაცხყოფელ სიტყვებს რო ეტყვიო ადამიანსო და თან გულიდან რო ეტყვი რა, განრისხებული რა. საჯელის ღირსი ხარო უკვე. იმიტომ რომ შენ სიყვარულს კლავ. ჩვენ ვისაუბრეთ მკვლელობის უამრავ სახეზე მამა რაფაელის მიხედვით, მაშინ თუმცა განვიხილავთ ცნებებს რა. 1000 რამის ყოლა ხდება ადამიანისაგან თავის თავში, საკუთარი სულისა, უპირველეს ყოვლისა. ღვთის მადლისა საკუთარ თავში. აი საკუთარ თავში მადლს კლავ და იმ ადამიანსაც კლავ, როცა შენ ესეთ რამეს აკეთებ. და უკვე საჯელის თანამდები ხარო. აი ჯული ჭეშმარიტი რა არისო, უფალი გეუბნება. შენ რომ მარტო ის გეგონა რომ ადამიანს ფიზიკურად რომ მოკლავ. ესე არ არისო? შენ გულში ჩაიხედეო და იქ აღმოაჩენ ბევრ კვლევობასო გეუბნება უფალი. უკვე თუ შესწირვიდე შესაწირავსა. საკურთხეველსა ზედა. ეხლა ესეც უპირველეს ყოვლისა სასულიერო პირს ეხება, რა თქმა უნდა, ხო? იმიტომ რომ საკურთხეველში შესაწირავს სასულიერო პირი წირავს, მაგრამ თქვენს გეხებათ. როცა თქვა წირვაზე დგახართ, როცა ზიარებას აპირებთ სიტყვაზე, ხო? იგივე წარმატებით შეიძლება ზუსტად იგივე გეთქვათ თქვენც, ხო? ანუ რომ შესწირავდეო საკურთხეველშიო, შენ შესაწირავსო რა. და მუნ მოგეხსენო შენ ვითარმე ძმაი შენი გულძვი რაიმეა შენთვის. და იქ რომ გაგახსენდეს რომ ერთ-ერთი შენი მეგობარიო, ახლობელი ძმა, ანუ ძმას უწოდეს პირობითად უფალი, გულძვი რაიმეა შენთვის, ანუ შენზე არის ნაწყენიო და შენზე გაბრაზებულიო რა. რაღაცის გამოო რა. გულნატკენიო. ნაწყენიო შენზე. უყურე რას გვეუბნება. როგორი მძაფრი მაგალითი მოყავს, ანუ ყველაზე რთულ მომენტში, ყველაზე საპასუხისმგებლო დროს, როდესაც შესაწირავს წირავ ღვთის წინაშე. და ვთქვათ, მანამდე არ გახსოვდა და გაგახსენდა უცებ რა. რომ შენი ძმა შენზე გულნატკენია რაღაცა შენი საქციელის გამო. ან თუნდაც უმიზეზოდ, მაგრამ ნაწყენია შენზე რა, რაღაცა მოეჩვენა, ვთქვათ. შენ შეიძლება რეალურად ისე გაიკეთებია, მაგრამ მან ესე მიიღო, მან ესე ჩათვალა და ამიტომ ნაწყენია შენზე გულნატკენია. უყურე რას გვეუბნება უფალი, დაუტევე შესაწირავი იგი წინაშე საკურთხეველსა მას, დატოვე შესაწირავი, ანუ რა თქმა უნდა, ადამიანს ყველაზე მეტად ღვთის რისხვისა ეშინია და ღვთის საჯელისა ხო, მაგრამ უფალი გვეუბნება თვითონ რომ ნუ გეშინიაო, დატოვე შესაწირავი. შენ მე ამის გამო არ შეგრისხავ და არ განგირისხდები, ის შესაწირავი რომ მიატოვო იქო. პირიქითო იმ შემთხვევაში განგირისხდები თუ ამას არ გააკეთებო. დაუტევე შესაწირავი იგი წინაშე საკურთხეველსა და მივედ და დაეგე პირველად ძმასა შენსა, დაეგე. ნახეთ რა სიტყვას ხმარობს უფალი. ანუ
მუხლებში ჩაუვარდი. პატიებას თხოვე, სიმდაბლე. ისე კი არა რა, ესე ზემოდან და ესე ცალკმად რა რომ აპატიე რა. არა. გულით თხოვეო, შენდობაო, დაეგეო მასო რა, პირველად რა. და მაშინ მოვედა შეწირე შესაწირავი შენი. აქაც მნიშვნელოვანი ნიუანსია სტრიქონებს შორის გაპარული, უყურეთ მიაქციეთ ყურადღება. უფალი არ ამბობს რომ აი რომ მიიღებ შენდობას მისგან. შეიძლება იმან არ გაპატიოს, შეიძლება ეს გულღრძო იყოს და არ გაპატიოს რა. შეიძლება ჩაიხვიო, შეიძლება თავში ჩაგარტყას რომ წადე რა, მე შენი ბოდიშები არ მჭირდება, მაგრამ შენ ვალი გექნება მოხდილი მის წინაშე, ხვდები? შენ თელი გულწრფელობით უნდა სთხოვო იმას შენდობა. ის გაპატიებს თუ არ გაპატიებს, ამით ნუღა დაინტერესდები. ეს აღარ არის მნიშვნელოვანი. თუ გაპატიებს, მისთვისაც კაია და შენთვისაც კაია და თქვენი ურთიერთობას დაალაგდება, მაგრამ თავარია რომ შენ ღვთის წინაშე რომ მართალი იყო და შენი მსხვერპლი რომ შეიწიროს ღმერთმა, ამისათვის შენ განიწმინდე გული. შენ სთხოვე მას თელი გულით შენდობა. და ვინც ის იმასაც მადლი იქნებ შეეხოს და იმანაც შეგინდოს და გაპატიოს და ხშირ შემთხვევაში ესეც ხდება ხოლმე. იყავ კეთილად მცნობელ წინა მოსაჯულისამი შენისა ადრე. ვიდრემდე ხარ მისთანა გზასა ზედა. ნუ უკვე მიქცე შენ წინა მოსაჯულმან მან შენმა მსაჯულსა და მსაჯულმან სახურსა და საპყრობილეთ შევარდე. ამინ გეტყვი თქვენ ვერ გამოხვიდე მიერ ვიდრე არა მისცე უკანასკნელი კოდრატი. წმინდა მამები გვეუბნებიან რომ წინა მოსაჯულში, ანუ იყავ კეთილად მცნობელ წინა მოსაჯულისამი შენისაო, ანუ რა იგულისხმება? თანამედროვე ქართულით რო გითხრათ რომ სწორად დამნახავი და გამოცნობელი იყავიო შენი წინა მოსაჯულისო, ანუ შენი ადამიანის რომელიც მუდამ თან დაგყვევს, დაგდევს თქვა სიტყვაზე და ჩასაფრებულია შენთან რა. რომ აბა როგორ იქცევი რა, მაკონტროლებელი ორგანოა რაღაც გარკვეული შენი, ხო? და დროულად გამოიცანიო, დროულად შეიცანიო და დროულად იმოქმედე ისეო რომ მის წინაშე მართალი იყოს და წმინდა მამები ამბობენ რა რომ წინა მოსაჯული ჩვენი არის ჩვენი სინდისი. რომელიც მუდამ თან გვახლავს და მუდამ შეგვახსენებს რა არის სწორი და რა არის არასწორი. როგორ უნდა ვიმოქმედოთ ისე რომ ღვთისთვის სათნო იყოს, ესეთ შემთხვევაში სწორედ ჩვენი სინდისი არ მომხელს და მე გეტყუდი და დავამატებდი ამას რომ სინდისი თავისთავად რაღაცა ცალკეული არსება, სუბსტანცია არ არის. სინდისი ეს ჩვენ დავარქვით ადამიანებს, ეს არის მფარველი ანგელოზის ხმა ადამიანის სულში. ეს ცოცხალია ეს ხმა, ღვთის ხმა, რომელიც მფარველი ანგელოზისაგან ხმოვანდება თითოეული ჩვენთაგანი სულში, ხო? აი ეს არის სინდისი. ხო და ის მფარველი ანგელოზი მუდამ თან დაგდევს ხალხო და სულ შეგვახსენებს და სულ ყოველი ჩვენი ცხოვრებისეული არჩევანის დროს მოგვიწოდებს რომ ეს არის სწორი არჩევანი, ეს არის არასწორი არჩევანი. ხო და სწორად გამოიცანიო და მუდამ გაახსოვდესო რომ მასთან ერთად ცხოვრობო და ფრთხილად იყავიო რომ არ დაგსაჯოსო შენმა სინდისმაო. გესმით, ანუ ეს სინდისი არის პირუთვნელი მსაჯული ადამიანისა. შეიძლება ყველა და ყველაფერი მოვატყო, ეცადო ადამიანი, მაგრამ საკუთარ სინდისს ვერ მოვატყო. თორეო, ისე დღეში ჩავარდები რომ ეს სინდისიო, ანუ ეს შენი წინა მოსაჯულიო, საპყრობილეთ შეგაგდებსო და იქიდან ვერ გამოხვალ მანამდეო, ვიდრე უკანასკნელ კაპიკსაც კი არ გადაიხდიო რა. ანუ ფრთხილად იყავიო, კეთილად მცნობელი იყავიო, რომ ცოდვაში არ ჩაგაგდესო. და ცოდვაში თუ ჩავარდიო, მე შენი წინა მოსაჯული საპყრობილეთ შეგაგდებსო. და იქიდან ვერ გამოხვალო, სანამ არ გამოისყიდი იმ ცოდვას უკანასკნელი სინანულითო რა. და ფრთხილად იყავითო რა. ანუ ცოდვაში რო არ ჩავარდე, გაცილებით უფრო ადვილია, ვიდრე ცოდვის ჩადენის შემდეგ იმ ცოდვის სინანული მერე რა. ჩვენ რატომღაც ეშმაგი გვატყუებს და გონია რომ პირიქით არის რა, რომ აი ვფიქრობთ ხოლმე რა, რომ ჯერ შევცოდა, მოდი მერე მოვინანიებ. არ არის ესე დამიჯერე. ძალიან მძიმე ცოდვაში ვარდება ყველა ადამიანი, ვინც აი ესე შეგნებულად ცოდავს რა. არაფრით არ შეიძლება. აუშვებელია. ყოველთვის ეცადეთ რომ ცოდვისგან თავი დაიზღუდო და მოერიდო ცოდვას. ვიდრე ის რომ თქვა ცოდა ჩაიდინო და მერე ვფიქროთ იმაზე რომ აი მერე შევინანებ ხვალდაზე. ეხლა რომელი საათია? 9:05 თუ არის? მოდი ეხლა გავჩერდ.
იმიტომ რომ აი ზუსტად ნახევარი წავიკითხეთ და შემდეგი ნახევარი, იმიტომ რომ ესეც მნიშვნელოვანია, მე ეს ყველაფერი. ეხლა გადადის შემდეგ უკვე მრუშობის სოდვაზე, ანუ ყველობის სოდა ხო განიხილა. გადადის მრუშობის სოდვაზე, მე კიდევ მნიშვნელოვანი სწავლებებია და მოდი ესე შუაზე გავყოთ ეს თავი, მისათვის რომ თქვა არ იყოს დამღლელი. ეხლა ეს თავი რომ ბოლომდე ჩავიკითხო, მე დაახლოებით ალბათ კიდევ ერთი მინიმუმ 40 წუთი დამჭირდება რა და ძალიან ვარ გავიგრძელდეს, თან ახლა წინა მსგავსანაც კურთხევა გვაქვს რომ 1 საათს არ გადავაცილოთ ხოლმე რომ თქვა არც დამღლელი იყოს თქვენთვის, არ ძალიან ბევრი დროის წამთმევი და მოდი დღეს მაშინ გავჩერდით. აი 27 მოღწევა გაჩერებული, თან ჩემს საყვარელი ისმე. გავჩერდით აი ამაზე 27 მოღწე თუ რომელიმე თქვენთანაც ახლა შეკითხვა გაქვთ ამასთან დაკავშირებით ისმეთ, იპასუხებთ და თუ არა და მაშინ დღეს დავასრულოთ ამით ამის განხილვა რა. შემდეგ გადავიდეთ გავაწყდით რა. გავწინდა შეკითხვა. თუ არა გაქვთ მაშინ თავისუფალ. ჯვარი წევია და თქვა დავიხაროთ. ესე იგი, ან ძალიან უინტერესოდ საუბრობ, ან ძალიან ამოუწურავად, რომ შეკითხვები არის. ძალიან ამოუწურავად აშკარად ძალიან ამოუწურავად.